ხშირად უკითხავთ, რომ აი ოქროს საწმისზე რას ვნახავ საქართველოში რომ ჩამოვიდე. და რა უნდა უთხრა? ვერაფერსაც ვერ ნახავს. ანუ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უძველეს ევროპულ რუკებზეც, თავი რომ დავანებოთ ამ ბერძნულ ამბავს თავისთავად, უძველეს ევროპულ რუკებზეც კი ჩვენი პირველი აღნიშვნა მაპამუნდის ტიპის ენციკლოპედიურ რუკებზე ნიშანი აღნიშნვა უკავშირდება ოქროს საწმისს. ერთგან, აი ვთქვათ, ჰერეფორდის და ებსტორფის მაპამუნდები რო ავიღოთ, ხო, მე-13 საუკუნეა ორივე. ერთგან ეს ტყავია გამოსახული, მეორეგან მთელი სცენა, არგონავტების მოსვლა, ეს აიეტის შეხვედრა, ზემოთ ეს ცხვრის ტყავია გამოსახული, კიდევ უკანა მხარეს ზემოთ თუ აყვები უფრო ზევსწორედ მდინარე მტკვარია და მტკვრის გადაღმა ნოეს კიდობანი, ანუ მთელი სცენარი, ორი მთავარი აღნიშვნა ამ რეგიონისა, რაც არის ნოეს კიდობანი ძველ რუკებზე და ეს არის ოქროს საწმისი. და ჩვენ ამ დროს არაფერი არ გვაქვს. მე არ გულისხმობ იმას, რომ თქვა შეიძლება მოუყვეთ კოლხეთი ოქრომრავალი, ეს ცალკე ამბავია. მაგრამ იგივე ევროპულ ქალაქებში რომ მოგზაურობ, ნახულობ მუზეუმებს, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი რაღაც მითზე, ხო? თავისთავად და გაცოცხლებულია. მარტივად შეიძლება მგონი ამის გაკეთებაც თუ ინტერესი იქნება. არავინ არ დაობს იმაზე, რომ ეს ოქროს საწმისი აქ იყო. ევროპულ რუკებზეც კი ასეა აღნიშვნები. უფრო მეტსაც გეტყვით, ყველა ის ევროპული რუკაც კი არ არსებობს საქართველოში და ოქროს საწმისი არის გამოსახული. გულისხმობ ბეჭდურ რუკებს, თორე ხა იმ მაპამუნდის ტიპის რუკებს ბუნებრივია არავინ არ მოგცემს ჩვენ. თუმცა მოლაპარაკებით და ასლის ორიგინალი ზომის ასლის ან მაღალი ხარისხის შენი განათლება